უმრავლესად გადაწყდება, რა თქმა უნდა, საცხოვრებელ ფაქტზე და მიწაზე საკუთრების უფლება. დევნილებს დაუმტკიცდებათ საცხოვრებელ ფაქტი და მიწა საკუთრებაში. და დაბრუნების შემთხვევაში თუ დევნილი მოსახლეობიდან ან მთელი ოჯახი ან ოჯახის თუნდაც ერთი წევრი არ აქვს მნიშვნელობა ან მოისურვებს დაბრუნებას, ის საკუთრება, რაც აქ მიეცემათ დევნილებს საქართველოს სხვა ნაწილში, სადაც დევნილობაში არიან, არ გადაისინჯება. ეს არის მემკვიდრეობითი და ხელშეუხებელი იქნება. ეს საკითხი გადაწყდება ძალიან სამართლიანად. ანუ ეს საკითხი არის ძალიან კარგად დანახული და ბატონი ბიძინა ხშირად ამბობს, რომ ამაზე მე ვფიქრობდი მთელი ამ წლების მანძილზე და ძალიან კარგად მაქვს დანახულიც და დათვლილიც და ვიცი რომ ამას ძალიან კარგად გავაკეთებ და სწრაფად გავაკეთებ. ახლა სიტყვას ჰაერზე ასე ამდვილად არ ამბობს ის კაცი, ეს ესეა. ჩემთან ერთად დღეს იმყოფება ასევე აფხაზეთის მკვიდრი გახლავთ. სოხუმიდან არის ჩვენი საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი, ყოფილი წარმომადგენელი სამწუხაროდ ვახტანგ დადუნაძე. საპატრულო პოლიციიდან დაითხოვეს წესიერი ახალგაზრდები, წესიერი პოლიციელები, რომლებიც გამოხატავდნენ გულღიად თავიანთ სიმპათიას, თქვათ, პოლიტიკურ პროცესების მიმართ და კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ, ქართული ოცნების მიმართ. რატო ვარ მე ამ ადამიანთან და რატო მინდა სადაც კი ჩემი თანამემამულეები არიან, ყველას მივმართო რა. ახალგაზრდებსაც მინდა მოვმართოთ ყველას. ძირითადი ჩემი მიზეზი სამსახურიდან გაგდების იყო ის, რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკაში, ჩვენ უკვე აფხაზეთიდან ვიყავით დევნილები და ისედაც თანამშრომლები, უკვე ჩვენ ხედავდით, რომ სიტუაცია იცვლებოდა. ჩვენ ხედავდით, რომ გარდაუვალი იყო, რომ შეიძლება ისეთი სანუკვარი ოცნება, როგორც მე 15 წლის ვიყავი, რომ წამოვიდა, კარგად მახსოვს ყველაფერი, ისეთი სანუკვარი ოცნება, როგორც დაბრუნება არის, შეიძლება ამის რეალური შანსი დამდგარიყო. და საუბრობდით ამაზე, ღიად გამოვხატავდით სიმპათიებს და აი ზუსტად მაგის გამო და გამაგდეს მე სამსახურიდან 53 ადამიანი, ალბათ თქვენ ზუგდიდში ვინც უყურეთ მიტინგს, მე გამოვედი ზუგდიდში ამ მიტინგზე და აი ესე პირდაპირ მითხრა ჩემმა ხელმძღვანელმა, იმიტომ გიშვებ, რომ როგორ გაბედეს შენ, რომ არ გჯერა ჩვენი ხელისუფლების, რომელიც შეძლებს ამ პრობლემის გადაწყვეტასო. ეს იცით რას ნიშნავს? ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ მართლა გადაწყდება ბიძინა ივანიშვილის ხელში ეს პრობლემა და ეს შანსი არ უნდა გაუშვათ. გვაქვს ძალიან ეფექტური ზომები. მოახერხეთ და ჯერ კიდე შარშან საარჩევნო კანონში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევი და ასე შემდეგ დავაშვებინეთ, რომ უბანზე არასამთავრობო ორგანიზაციას და მედია საშუალებას უფლება ეძლევა უბანზე მოახდინოს ვიდეო და ფოტო გადაღება. დათვლის გარდა ჩვენ სახე გვექნება დაფიქსირებული თითოეული ამორჩევი. შემოწმდება საერთო ბაზაში და ერთი და იგივე სახე სხვა უბანშიც თუ გამოჩნდა, ეს ადამიანი უკვე პასუხისგებაში მიეცემა გაყალბებისათვის და მისი ხმები გაბატილდება. ანუ ამ კარუსელს არ გამოვაყენებინებ. ანუ იმ ყალბ სიაში ჩაწერილ ამორჩეველს სიაში დაუტოვებ და ყუთში ბიულეტენად არ ვაქცევინებ, ამ კარუსელი აიკრძალება ამით. დაინახეს, რომ ეს რეალური პრობლემაა მათთვის და ვერ გამოიყენებენ კარუსელებს და უნდათ შეცვლა ამ კანონის და გუშინ CSKO-ში იხილებოდა ეს საკითხი. ძალიან უნდათ, მაგრამ ისევ საერთაშორისო დამკვირვებლებიც ჩაერიენ, ჩვენი პროტესტიც იყო და ასე შემდეგ და ვერ შეცვალეს. ანუ ეს დარჩა ძალაში. საქართველოს კი არა, მთელი სოფლიო შეძრა, იმან რაც ვნახეთ. რატოა ესეთი პირობები ჩვენ ციხეებში, რატო შექმნეს? რა შეჭირდებოდათ? პირადი მტრები ხო არ იყვნენ ის ადამიანები, მათი არც პოლიტიკური ფიგურები არ იყვნენ, რომ აი გაუსწორდნენ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს. ესეც მატერიალური შემოსავლის მიღების პოლიტიკაა. ჩვენ ციხეში უნდა ცუდად იყოს ადამიანი, გაუსაძლისი უნდა იყოს, იმიტომ რომ იმან უნდა შემოუთავოს თავის ოჯახს, როგორმე გამიყვანეთ აქედან ვერ გავძლებ, აქ არ შეიძლება გაძლება. და მაშინ უფრო ადვილად გაყიდის სახკარს ეს ოჯახი, დარჩება შიშველი და როგორმე ადამიანი დაიხსნას იმ კოშმარისგან და ჩვენ ნახეთ და რო კოშმარია ალბათ ეს უკვე დავასარიწევს.